დაახლოებით 2 საათია ჩვენ ვუსმენთ კახაკალაძეს, ქართული ოცნების წევრებს, რომლებიც ლანძღავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ქუჩაში გამოსულ ადამიანებს და ასევე ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც ახლა არის ქვეყანაში, ეს სალომე ზურაბიშვილის დამსახურება და მართლ პარტიაში ამბობენ ასევე იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი. როგორც გითხარით, დღეს 2 საათის განმავლობაში ჩვენ ლანძღვის მეტი, ასე რომ ვთქვათ, ქართული ოცნების წევრებისგან არაფერი მოგვისმენია, თუმცა მართლ პარტიაში არ საუბრობენ იმ მძიმე შედეგებზე, რომელიც ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოყვა. სამწუხაროდ დღეს საქართველო ისევ დასაჯეს. ახალი მოიფიქრეს. მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნა. თეთრზე შავით გვიმტკიცებენ, რომ დსთ-ის წევრი ქვეყანა თურმე ნათელფერებშია, საქართველო კი ბნელში. ეს არის შემომეგობრებო ევროპული სამართლიანობა? კითხვა, რა თქმა უნდა, რიტორიკულია. პასუხი კი გახლავთ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ევროკავშირის უწყებებს. ჩვენ ღიად ვთქვით, რომ მხოლოდ მათზეა დამოკიდებული მოლაპარაკებების გახსნის ბედი. მე დღეს განვიხილავ ჩვენი ქვეყნის მთავარ საფრთხედ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და მიმაჩნია, რომ ის პროცესი, რასაც ის დღეს უძღვება, არის მხოლოდ ქვეყნის დაზიანებაზე და ქვეყნის კონფლიქტში ჩართვაზე ორიენტირებული. ქალბატონ პრეზიდენტი დღეს დადის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და თხოვს ქვეყნის დასანქცირებას, მიღწეული შედეგების გაუქმებას და ზოგადად ქვეყნის აბსოლუტურად დაზიანებას. ქვეყნის გამყიდველი პოლიტიკური 4 პოლიტიკური პარტია, ესე იგი, რას მოღვაწეობს, კარგად აფასებს ამას ქართული ხალხი და იმ დავალებებს, რომელი დავალებებიც, ესე იგი, მოდის უცხოეთიდან, ამ დავალებებს ვერ ასრულებენ, რადგანაც მათი პოლიტიკა ქართული ხალხისთვის არის მიუღებელი. ვინც იქ გახართ ბოდიში, მაგრამ არ მგონია, რომ სახელმწიფო და სამშობლო გადარდებდეთ, ითხოვთ, რომ არ დაისაჯოთ. რანაირი ევროპაა ეს და თუ ეს არის ევროპა, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ გვჭირდება ასეთი ევროპელობა. დაახლოებით 2 საათია, როგორც გითხარით, საკრებულოს ხდომა მიმდინარეობს. ჩვენ მოვუსმინეთ კახაკალაძეს, რომელმაც წლიური ანგარიში წარადგინა. ამ წუთებში ხდომაზე მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმი. საბოლოოდ კი დღეს 2025 წლის ანგარიში უნდა დამტკიცდეს. პარალელურად მე მაყურებელს ვეტყვი, რომ დღეს ოპოზიციის სკამები არის ცარიელი, რადგან ოპოზიცია არის ბოიკოტის რეჟიმზე გადასული. ჩვენ მოვუსმინეთ ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებას ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას, მაყურებელმა მოისმინა კიდეც პირდაპირ ეთერში. დღეს ჩვენ კახაკალაძისგან და ქართული ოცნების დეპუტატებისგან მოვისმინეთ მხოლოდ ლანძღვა ჩვენი პარტნიორების და იმ ადამიანების, რომლებიც ევროპული მომავლის დასაცავად არიან ქუჩაში გამოსული.